საქართველოში მოქმედი სხვა რელიგიური კონფესიები კი ტყის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს უთანასწოროს უწოდებენ. მათი განცხადებით, მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით სახელმწიფო მათ ისტორიულ საკუთრებასაც კი არ ურეგისტრირებს. ჩვენ ვთქვით, რომ გაურთხილდებით, მოულით და მომავალ თაობას გადავცემთ. არანაირი დანიშნულება არ აქვს. რა უნდა გავუკეთოთ დღეს? არანაირი დანიშნულებას არ აქვს. მართველი გუნდის დამოკიდებულება საპატრიარქოს მიმართ აპროტესტებს ოპოზიციაც. და ჩვენი ჟურნალისტი გვანცა გავაშელი მუშაობს ახლა თემაზე და პირდაპირ ეთერში გვერდება გვანცა გისმენთ. ხელისუფლება საზოგადოებას პირველ და მეორე ხარისხოვან მოქალაქეებად ყოფს, სწორედ ასე აფასებს ევანგელისტური ეკლესიის პასტორი მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებელ ეკლესიებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ 20 ჰექტარი ტყის ფართობი საკუთრებაში მიიღონ. როგორც ევანგელისტურ ეკლესიაში ამბობენ, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის იმიჯსა და რეპუტაციას აზიანებს და ეს ამ რელიგიური ჯგუფისთვის არ უნდა იყოს ხელსაყრელი წინადადება. ისინი ასევე პირდაპირ ამბობენ, რომ ხელისუფლება აგრძელებს მავნე პრაქტიკას და კვლავ პრივილეგირებულ ჯგუფად ტოვებს მართლმადიდებელ ეკლესიას და არ ითვალისწინებს სხვა კონფესიების არსებობას ქვეყანაში და შესაბამისად მათი უფლებები არ არის დაცული და როგორც ამბობენ, ეს კანონი სწორედ ამ ორმაგი სტანდარტის და მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგიით იმას ადასტურებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს პრივილეგიებით უკვე დიდი ხანია. ეს არის ნონსენსი, როდესაც რელიგიური ორგანიზაცია შეიძლება გამოვიდეს ტყის დამცველად. რა თქმა უნდა, რელიგიური ორგანიზაციის ფუნქციაში შედის ხედვების მიღება, გახსნების მიღება, სულიერი საკვების მიღება და არანაირად სხვა ფუნქცია. ეს არის მორიგი რაღაც ის ურთიერთობა საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის, რომელიც აზიანებს როგორც სახელმწიფოს, ასევე აზიანებს თვით იმ ორგანიზაციას, რომელსაც ეს ტყეები გადაეცა. მათ უნდათ რომ ჩვენ შეგვაჩვიონ, რომ სახელმწიფოში არსებობს ორი ტიპის ადამიანი, პირველი ხარისხოვანი და მეორე ხარისხოვანი. პირველ ხარისხოვანი მორწმუნე, მეორე ხარისხოვანი მორწმუნე. პირველ ხარისხოვანი სასულიერო პირი და მეორე ხარისხოვანი სასულიერო პირი. მადლობა გვანცა, პირდაპირ ეთერში გვანცა გავაშელი საუბრობდა.